2025 წლის 28 მარტს მიამას კარის სხვადასხვა სექტორის ბიზნეს წარმომადგენლებისთვის გაიღო. შეხვედრის ორგანიზატორი იყო გადაცემა მონეტიზაცია. სტუმრები თავდაპირველად საქართველოში ერთ-ერთ მოდერნიზებულ საწარმოო პროცესს დაესწრნენ. მიამას გუნდის წევრებმა მათ დეტალურად გააცნეს წარმოების თითოეული ეტაპი ყავის მარცვლიდან კაფსულის მიღებამდე. დასრულების შემდეგ საგანგებოდ მათთვის გაიმართა პრეზენტაცია მიამას მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ღონისძიების ინფორმაციული ნაწილის დასრულებისას სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ბრენდის უახლესი, ყველაზე პოპულარული და საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი პროდუქტები. მიამა მომავალშიც მზად არის უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებებს და გაზარდოს ცნობადობა თავისი პროდუქციისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ. მადლობით მინდა დავიწყო პირველ რიგში, ვინაიდან ჩემი პრაქტიკიდან, საქმიანობიდან, ურთიერთობებიდან გამომდინარე, არაერთ კომპანიაში ვარ ნამყოფი საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, უცხოეთზე არ ვსაუბრობ, ჩვენ ეროვნულ ღირებულებებზე ვსაუბრობ. გაოცებული ვარ იმით, რომ ასეთი სიმდიდრე არის შექმნილი, ასე ვთქვათ, იმ ადამიანების კრეატივის მიერ, რომელმაც არაჩვეულებრივი პროდუქცია შექმნა, არაჩვეულებრივი პრეზენტაცია გააკეთა, საზღვრებს გარეთ გავიდა, აფართოებს ამ ურთიერთობებს, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, სიამოვნებით თანადგომა და განვითარების სურვილი და სიძლიერის და სიმტკიცის სურვილი. მადლობა, რომ შეძელით აი ესეთი კომპანიის წარმატებული პროდუქციებით და ღირებულებებით, რაც თავარია ეს ყველაფერი. მადლობა კიდევ.